მოგესალმებით. ძალიან მაგარი დღე გვაქვს დღეს და რა თქმა უნდა ჩვენი ფესტივალები გრძელდება. ბეთლავე მასტერლიგა ფესტივალი უკვე სამტრედიაში. ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩართული. რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია მასობრივი მიმართულებით განვითარებისთვის. რა თქმა უნდა ბედნიერი ადამიანები რომლებიც ფეხბურთელებად გზნობენ თავს და არაერთი კარგი და სამახსოვრო ეპიზოდი ჩვენ ვნახეთ. მოკლედ, ეხლა თქვენ იცით რომ გუნდებს ხვდებით და ვჩუქნით ფორმებს, ეკიპირებას, სათამაშო ეკიპირებას, სხვადასხვა ფერის და ძალიან ლამაზად გამოვიყურებიან ისინი და ეხლა მინდა რომ დაუძახო ფეხბურთელებს, გადავცეთ საუკეთესო გამორჩეული ფორმები, დამზადებული ჩვენი ორგანიზაციის მიერ და ასე ვთქვათ, ჩვენი გენერალური სპონსორი BetLive-ის ძალიან მაგარი მხარდაჭერა, რომელსაც 100 გუნდს გადავცემთ საჩუქრად ფორმებს. ეხლა მინდა რომ სამტრედიის წარმომადგენელს ვთხოვო, სამტრედიის მერიას ეს ულამაზესი ფორმა. სამტრედიის მერიას მადლობა გვერდში დგომისთვის, მადლობა მხარდაჭერისთვის. ძალიან მაგარი ლამაზი ადგილია, სადაც BetLive მასტერლიგა დასავლეთს მასპინძლობს ეს სტადიონი და ამისთვის მადლობა თქვენ ყველას ერთად მასპინძლობისთვის და ეხლა გადავიდეთ შემდეგ გუნდზე. სათამაშო კომპლექსში არის 16 ფორმა, 2 მეკარის და 14 მოთამაშის. ზუგდიდი. აბა ზუგდიც 9 ნომრიანი. წინიდანაც შეგვილია. წარმატებები ზუგდიც. ეხლა შემდეგ გუნდს უხმოთ. ძალიან ლამაზი ფორმები და აბა წარმატებები თქვენ. შემდეგი გუნდი. წარმატებები. და წალკა ჩვენი მეგობრები, რომლებიც წალკიდან ჩამოვიდნენ გუშინ. მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს და ჩვენ ოჯახის წევრებს, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან, წალკიდან არიან ჩამოსულები, რომ ეთამაშათ BetLive მასტერლიგა ფესტივალი და აი თქვენ ძალიან ლამაზი ფორმა, სხვათა შორის ძალიან მოგიხდებათ და აი უკანა შეგვიძლია რომ წარმატებები. რამდენი კილომეტრი გამოიარეთ რომ აქამდე ჩამოსული? სადღაც 350. ბრავო, 350 კილომეტრი რომ აქ ყოფილიყვნენ და 3 დღის განმავლობაში გრძელდება 3 დღის განმავლობაში იქნება აღნიშნული ფესტივალი. გამოვლინდებიან საუკეთესო მოთამაშეები, ასევე გამარჯვებული, რომელიც გადაერთვება საქართველოს თასზე და ჩვენ ბევრ ადამიანს და ძალიან კარგი ეპიზოდს ვნახავთ. აბა წავედით და ვნახოთ, როგორი თამაშები იქნება წინ. ესეც ასე გვაქვს ფინალური მატჩის დღე, დასკვნითი მესამე დღე, სადაც ფესტივალის გამარჯვებული უნდა გამოვავლინოთ. დღევანდელ დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ხობის გუნდი და სამტრედიის გუნდი. ჩემთან ერთად არის
ზაკო, სამტრედიის გუნდის ფეხბურთელი, ასევე დათო, ხობის გამორჩეული ფეხბურთელი, ძალიან მოიწეთ ჩემსკენ ახლოს ბიჭებო, ძალიან კარგი თამაშები ვიხილეთ მთელი ამ დღეების განმავლობაში. ზაკო, შენგან დავიწყებ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ტურნირი თქვენთვის, თქვენი გუნდისთვის და ზოგადად სამტრედიისთვის რა, ეს ყველაფერი ფესტივალი რამდენად აისახება ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესზე, პოპულარიზაციაზე და ძალიან ბევრი ბავშვი მიგბაძავთ თქვენ როგორც უფროს ადამიანებს. კი ბატონო, ძალიან კარგი ფესტივალი იყო, ყოფილი ვართ ჩვენს სამტრედიის მოსახლეობაც. და რა ვიცი, ჩამოსულები იყვნენ ქალაქებიდანაც გუნდები, სხვა ქალაქებიდან, ზუგდიდიდან და ძალიან კარგი ფესტივალი იყო, ყოფილი ვართ და რაც უფრო მეტი იქნება ესეთი ფესტივალი, მით უფრო კარგი იქნება. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს. მადლობა შენ ჩართულობისთვის და რა ისა გაქვთ, ასე ვთქვათ, გეგმები ფინალში, რო გვითხრათ რა, ეხლა მალე დაიწყება. წარმატებებს უსურვებ მოწინააღმდეგე გუნდს, ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ. ნახოთ გამოჩნდება. წარმატებები შენ. დათო, რა თქმა უნდა, ასევე წარმატებები, საკმაოდ ისეთი გამორჩეული ხარ გუნდში, ძალიან კარგად მოგაქვს უკნიდან ბურთი და ასე ვთქვათ, დირიჟორობ გუნდს. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის, შენი მეგობრებისთვის, შენი გუნდისთვის ეს ფესტივალი? ვიცი რომ ჩამოსული ხარ ხობიდან, სამტრედიაში, მეზობელ რეგიონში, რაიონში უბრალოდ და რა ვიცი, წარმატებებს გისურვებ და გამარჯვებული ღირსეული იქნება დარწმუნებული ვარ. მივესალმები ყველას, მადლობას ვუხდი BetLive-ს ესეთი ორგანიზაციისთვის. რაც შეეხება პირველ თამაშს, დიდად გამორჩეული არ იყო ჩემთვის რა პირველი თამაში არ წამოვიდა ასე თუ ისე. რაც შეეხება ნახევარფინალს დაძაბული იყო პენლების სერიაში დავამარცხეთ ზუგდიდი. ფინალში ხვდებით სამტრედიას და მინდა რომ წარმატებები ვუსურვო ჩემს მოწინააღმდეგე გუნდს. წარმატებები, მოკლედ, მე თქვენ აღარ მოგაცდენთ, აბა მოემზადეთ ფინალისთვის. აბა თქვენ იცით, კაი თამაში, მე გეტყვით იმას, რომ რა თქმა უნდა, სანახაობრივ და დაძაბულ ფინალს ვიხილავთ. 16 გუნდის წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან ერთად ამ 3 დღის განმავლობაში. ითამაშეს ძალიან ბევრი კარგი თამაში, ძალიან კარგი სამახსოვრო ეპიზოდი დარჩებათ მათ და გაყვებათ მომავალ წლამდე და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტად გააგრძელებენ ვარჯიშს, რომ რა თქმა უნდა, ისევ შემდეგისთვის უფრო კარგი შედეგი დადონ. აბა ვნახოთ თუ რა როგორი ფინალი იქნება და მე უკვე გამარჯვებულ გუნდსაც აუცილებლად ჩავწერთ და ვინ იქნება ვნახოთ. მას ასე დასრულდა ფინალური მატჩი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში. გაიმარჯვა ხობის გუნდმა სამტრედიასთან და
მინდა რომ გაგაცნოთ ერთი ძალიან მაგარი ადამიანი, ლაშა ზაგანია, სამი შვილის მამა და ეხლა უკვე სამი პრიზი, ასე ვთქვათ, მედალი პირველ ადგილოსანი კუთვნილი მისი ჯილდო საუკეთესო ფეხბურთელის და რა თქმა უნდა, მთავარი პრიზი თასი, რომელიც ჩემპიონის ტიტულს ერთი წლით მაინც შეინარჩუნებს. ლაშა, მინდა რომ ლაშას ვკითხო თუ რა ემოციებით მიდის დღევანდელი საღამოს ემოციები და შეაჯამე, აბა რა იყო და როგორ გზნობ თავს? პირველ რიგში დღევანდელი დღე ძალიან ბედნიერი ვარ, ასევე გახარებული, რადგან პირველი ადგილზე გავედით. ჯერ თავიდანვე ვიყავი, ასე ვთქვათ, გახარებული იმ მხრივ, რომ ამ ფესტივალზე, ამ ასე ვთქვათ, ტურნირში მივიღე მონაწილეობა, რადგან კარგი ხანია შემოშორებული ვარ როგორც აქტიურ სპორტს, ისევე სამოყვარულო დონეზე და დღევანდელი დღის ერთი კარგი ლამაზი დღე შეემატა ჩემს ცხოვრებას. კილოცავ, ნამდვილად მართლა დამსახურებული გამარჯვება იყო, დამსახურებულად საუკეთესო ფეხბურთელიც გახდი. პენლებშიც ძალიან მაგრად გამოიყურებოდი და თამაშის დროსაც, რა თქმა უნდა რა. ალბათ ზუსტად ეს არის, რომ მთელი ოჯახით ჩართული იყავი და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შენთვისაც, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ასევე ვისაც წყვილი აქვს ასეთი თამაშების ორგანიზებაში, ყველას მინდა მადლობა გადაუხადო, რაც ცოტა ასე ვთქვათ, ფეხბურთში ჩამოშორებული ექს-ფეხბურთელები ღებულობენ მონაწილეობას, თვალს ვადევნებ თბილისში, ანუ რაღაც პერიოდ თბილისში ვიყავი, ეს დავდიოდი უბრალოდ ვარჯიშობდი ფიზიკურად, რომ არ მქონდა რომ ჩართულიყავი აქტიურ თამაშებში. ძალიან მიხარია, რომ ასე ვთქვათ, ექს-ფეხბურთელები სახში არზიან, მარტო მწნელობა და რაღაც რო არ ჩავთვალოთ. ამ ხრივაც დაკავებულები არიან და თავიანთ სიყვარულში, თავიანთ სასიყვარულო საქმეს მაინც აგრძელებენ. შენ გაგიმარჯოს ღმერთმა. ნამდვილად, ზუსტად ჩვენი ლოზუნგიც ის არის, რომ იცხოვრე ფეხბურთით და ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ფეხბურთით, თავის სამ შვილთან ერთად დადიოდა ყველა დღე თამაშებზე. აბა, წარმატებებს გისურვებ. ეხლა მინდა რომ დავემშვიდობო ჩვენს მაყურებელს და უთხრა, რომ ჩვენ წინ ძალიან ბევრი სიახლე გველოდება, ძალიან ბევრი აქტივობები გველოდება და მინდა ყველა ჩართულ ადამიანს და მონაწილეს წარმატებები უსურვო და მადლობა გადაუხადო. აბა, კარგად.